Უდაწყვეტილები ვართ, ყველა უდაწყვეტილია თავი შენდობას რო ვერ ეთქვის, რაც ჩვენადაც წესებშია. წარმოუდგენელია. საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეულ ადამიანებს წინაპრების საფლავებზე გასვლა ოცნებად ექცათ. უკვე მე-17 წელია დროებით ოკუპირებული სოფლების მიღმა დარჩენილი მოსახლეობა აღდგომას საკუთარ მიცვალებულებს პატივს ვერ მიაგებს. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ოკუპანტმა რუსეთმა ჯერ ოჯახის წევრები მიწები და სახლკარი წაართვა, ახლა საფლავებამდე მისვლის შესაძლებლობას არ აძლევს. მამა იქით ამყავს დამარხული დედა აქეთ. იქ როგორ ჩავართ რანაირად ჩვენგან გვატრონთ არიანის მიცვალებულები, მაგრამ აქედან მაინც ვეთქვი ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ. დატოვილი საფლავები კი ყავს, ძმა ყავს, მამა ყავს, ბიძაშვილები, ახალგაზრდები, მაგრამ ვერ მივდივართ რა ხარ. ვიდა დიდი სულით გულით სათელი მაინც რომ დავუნდოთ, მაგრამ არა, საშუალება არ არის. გორის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ასობით ადამიანი ამ დრომდე უიმედოდ ელოდება მომენტს, როცა ნებას დართავენ, რომ რამდენიმე საათით მაინც შეძლონ წინაპრების საფლავების მონახულება. ხალხი სრულ უიმედობაშია, ამბობენ, რომ როდესაც ივანიშვილის რეჟიმი ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს, საკუთარ მიწაზე დაბრუნებაზე ვეღარც კი ოცნებობენ. თული ძალიან გვინდა, მაგრამ სად აბა თურმე ომის ჩვენ დაგვიწყია და ყველაფერი და ღირსები ყოფილვართ ეს. აქაც არ უნდა გავეჩერებინეთ, რახან ჩვენ დავიწყეთ ომი, მაშინ სადაც თურქეთში გადავერეკეთ. დატოვილები გვაქვს. დედაც მიმარხია, მამაც მიმარხია. ვერ მივდივართ. აგე 17 წელიწადი მე დაჯდანახულიც არა მაქვს. ჩემი სახლი არ არის, მოგრეულია ყველაფერი. რუსული მავთულ ხართების პირისპირ დარჩენილი მოსახლეობისთვის წლიდან წლამდე არაფერი იცვლება. აღდგომის წინა დღესაც რუსი ოკუპანტების მიერ ორად გაყოფილ ქართულ სოფლებში რუსი ფორმიანები გადაადგილდებიან. ავეშვით და ჩვენ სასაფლაოებზე მივსულიყავ. ლაპარაკობენ, ვერათ ახდებია. ჩვენო ვერ შევეგუეთ დევნილობას, მაინც იქით გვიწევს გული, რამდენი წელიც არ უნდა გავედეს. ხელისუფლებისგან მიტოვებულები ამბობენ, რომ საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება ყოველდღიურად უმძიმდებათ. მცოცავი ოკუპაციის ფონზე საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრება შიში უწევთ. თუ ვინმე გაბედავს და საოკუპაციო ხაზს მიუახლოვდება, რუსული რეჟიმის ტყვეობაში აღმოჩნდება. რუსეთი ისე არის ჩამღაუჭებული ჩვენ ტერიტორიებსაც გაუშვებს. ხალხიც ვერავნი ვერ შედის შევლენ და დაიჭერენ. ძინავს იქ ვიღვიძებ ძილში და რომ მეღვიძება აქავარ. და რაც შენი აი სხვა რა არის მითხარი. 34 წელიწადია და საქართველოს პატრონი არ გამოუჩნდა რა ბავშვს და როდის იქნება არ ვიცი. ღმერთმა იცის. გაგიგონია ხო? ამო ჟუჟუნდი, ვარსკვლავო, ამო ანათემ თვარეო, ღმერთო, მოდი და კიდევ მაჩვენე, ჩემი მშობელი მხარეო. მოხდება? ორშაბათს, როცა ყველა მიცვალებულისთვის პატივის მისაგებად საფლავზე გავა, მავთულ ხართებს მიღმა დარჩენილ ოჯახის წევრებს ოკუპირებულ საფლავებზე გასვლის საშუალება არ ექნებათ. ასეთია რუსული რეჟიმის სისასტიკე.